მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ემიგრანტი საბერძნეთიდან. აიკრძალოს მოძალადე დესტრუქციული ძალა, ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ მშვიდობა გვინდა, მშვიდობიან საქართველოში დაბრუნება გვინდა. მე ვარ 14 წელი საბერძნეთში ემიგრანტი. მოვითხოვ მთავრობისგან, რომ გასამართლდეს ნაცმოძრაობა. მკვლელები წავიდნენ ციხეში, როგორც საბერძნეთში მოხდა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში. ყველა მკვლელი ციხეშია. დაიშალა ხრისი განთიადი, აღარ არსებობს ეს პარტია. ასე უნდა მოხდეს საქართველოშიც. ნაცმოძრაობა დაიშალოს და აღარ არსებობდეს ეს პარტია. აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა. საქართველოს სიმშვიდეს სჭირდება განვითარებისათვის. მოგესალმებით. ჩემი სურვილია ჩვენს ქვეყანაში საქართველოში აიკრძალოს ნაციონალური ბანდიტიზმი. მე მათ ასე ვუწოდებ. ის არც ოპოზიცია, არც პარტია. ის არის დამნაშავეთა სექტა, რომელიც ქვეყანაში ყოველდღურად წარმოქმნის ყველაფერს საშინელებას, ჩხუბს, არეულობას და არეულობას, ანარქიას. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. დამშვიდება, დაწყნარება. ამიტომ ეს ბანდიტიზმი, ნაციონალური ბანდიტიზმი უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, რაც შეიძლება მალე. მე ვარ ემიგრანტი საბერძნეთიდან. აიკრძალოს და გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში. ჩვენ მშვიდობა გვინდა. აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში. ჩვენ მშვიდობა გვინდა. ჩვენ გვინდა მშვიდობიან საქართველოში იცხოვროს ჩვენმა მომავალმა. მივმართავ ხელისუფლებას. აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია. მივცეთ მომავალი ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს და ოდესმე ვიცხოვროთ წყნარად და მშვიდად ჩვენ საქართველოში. აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ მშვიდობა გვინდა. ჩვენ მშვიდობიან საქართველოში გვინდა ვიცხოვროთ. მე ვარ ემიგრანტი ისრაელიდან. მოვითხოვ გასამართლეს და აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, რათა ქვეყანაში დაისადგუროს სიმშვიდე. მუდმივად ფორს-მაჟორის რეჟიმში ქვეყანა ვერ აშენდება.